ტრამპი პუტინის შეხვედრიდან უკვე ერთი თვე გავიდა, თუმცა უკრაინაში ომის დასასრულებლად შტატების დიპლომატიურ ძალისხმევას ხელშესახების შედეგი არ მოჰყოლია. თითქმის 1000 კილომეტრიან ფრონტის ხაზზე უკრაინის 4 რეგიონში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. იბომბება სამოქალაქო ზონებიც. ვლადიმერ პუტინის შემხვედრი ნაბიჯების მოლოდინში სულ უფრო მკაცრდება დონალდ ტრამპის რიტორიკა. ამერიკის პრეზიდენტი ევროპას რუსეთის წინააღმდეგ კოორდინირებული მოქმედებებისკენ მოუწოდებს და სანქციების გამკაცრებას ითხოვს. მოსკოვში კი უკვე ღიად საუბრობენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ ჩრდილოატლანტიკური ალიანსიც იბრძვის. უკრაინაში არსებული დაძაბული ვითარების გათვალისწინებით სულ უფრო ბუნდოვანია რუსეთ-ამერიკა-უკრაინის სამმხრივი სამიტის გამართვის პერსპექტივაც. გივი ბარამიძე ამბობთ. ალასკაზე შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრამ უკრაინის ომის დასრულებაზე ჯერჯერობით გავლენა ვერ მოახდინა, რის გამოც ვაშინგტონში მოსკოვის მიმართ რიტორიკა სულ უფრო მწვავდება. გაპრეზიდენტების შემდეგ პირველად დონალდ ტრამპმა რუსეთს აგრესორი უწოდა, თუმცა ასევე ამტკიცებს, რომ ომის დასრულება სურს. უკრაინის ომი რომ დიდი ჰუმანიტარული დანაკარგებით მიმდინარეობს, ამას ადასტურებს ტრამპის განცხადება, რომ გასული კვირის განმავლობაში ომში ორივე მხარეს 8000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. პარალელურად დონალდ ტრამპი ევროპას რუსეთთან მიმართებით უმოქმედობაში ადანაშაულებს და რუსეთის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს ომის დასასრულებლად აუცილებელ პირობად მიიჩნევს. ევროპა ჩემი მეგობარია, მაგრამ ისინი ნავთობს რუსეთისგან ყიდულობენ. არ შეიძლება ველოდოთ, რომ ჩვენ ვიქნებით ერთადერთი, ვინც სრული დატვირთვით მუშაობს. მე არ მინდა, რომ მათ ნავთობი იყიდონ. სანქციები, რომლებსაც ისინი აწესებენ, საკმარისად მკაცრი არ არის. მე მზად ვარ სანქციების დასაწესებლად, მაგრამ მათ მოუწევთ თავიანთი სანქციების გამკაცრება იმის შესაბამისად, რასაც მე ვაკეთებ. ახლა ისინი მხოლოდ საუბრობენ და არაფერს აკეთებენ. ომის დასასრულებლად დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ სანქციები უნდა დაუწესდეს ჩინეთსაც, რომელიც ნავთობს რუსეთისგან ყიდულობს. პეკინი ვაშინგტონის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება და ეკონომიკური იძულების პოლიტიკის გატარებაში სდებს ბრალს. ჩინეთის პოზიცია უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით თანმიმდევრული და ნათელია. დიალოგი და მოლაპარაკებები კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი სიცოცხლის უნარიანი გზაა. თუ ჩინეთის კანონიერი უფლებები და ინტერესები დაირღვევა, ჩინეთი მტკიცე კონტრზომებს მიიღებს ჩვენი სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და განვითარების ინტერესების დასაცავად. ომის მიმდინარეობისას ტრამპის ადმინისტრაციაში არაერთხელ ისაუბრეს, რომ რუსეთი დიდი ძალა და ბევრი უპირატესობა აქვს, თუმცა ვაშინგტონში რიტორიკა ამ მხრივაც იცვლება, რისი დადასტურება უკრაინის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის კიტ კელოგის განცხადება, რომ რუსეთი რეალურად ომს აგებს. სხვა შემთხვევაში დნეპრის დასავლეთ და კიევში იქნებოდა. კელოგმა მოსკოვს ასევე შეახსენა, რომ ბირთვული იარაღი მხოლოდ რუსეთს არ აქვს და შეერთებული შტატების გარდა მსგავსი შეერაღება ევროპაშიც არის. ევროპელების პოზიციონირების გათვალისწინებით პუტინის ადგილას ძალიან ვინერვიულებდი. ის ხანდახან ამბობს, ჩვენ ბირთვული ძალა ვართ. მე შევახსენებდი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ბირთვული ძალაა, მაგრამ ასევეა დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. ცოტა ხნის წინ შეერთებული შტატების თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში დისკუსია გაიმართა, რომლის დროსაც ისაუბრეს, რომ რუსი სამხედროები საკმაოდ კარგები არიან. ოფისში მყოფ ხალხს ვუთხარი, ჩვენ მათ მოვერეოდით. ვაშინგტონის მხრიდან მკვეთრ განცხადებებს ანალოგიურად უპასუხეს დღეს მოსკოვიდან. კრემლში თქვეს, რომ რუსეთთან უკრაინასთან ერთად ნატოც ომობს. რუსეთის პრეზიდენტის პრესპიკერის დიმიტრი პესკოვის თქმით, მოსკოვი მზადა უკრაინის გარშემო არსებული სიტუაცია მოლაპარაკებების გზით მოაგვაროს, თუმცა კიევი ხელოვნურად ანელებს ამ პროცესს. მოსკოვში ასევე აცხადებენ, რომ თუ ნატოს ქვეყნები უკრაინის ცაში რუსულ აპარატებს ჩამოაგდებენ, ეს ნატოს და რუსეთის ომს გამოიწვევს. ნატო რუსეთს ებრძვის. ეს აშკარაა და დამატებით მტკიცებულებას არ საჭიროებს. ნატო ფაქტობრივად ჩართულია ამ ომში. ნატო კიევის რეჟიმს პირდაპირ და ირიბად უჭერს მხარს. სწორედ ამიტომ შეიძლება სრული დარწმუნებით ითქვას, რომ ნატო რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის. დასავლეთს და რუსეთს შორის არსებული მწვავე რიტორიკის ფონზე რუსეთსა და ბელარუსში ერთობლივი სამხედრო წვრთნა ზაპად 2025 მიმდინარეობს. წვრთნების ფარგლებში ბალტიისპირეთის ექსკლავ კალინინგრადში რუსეთმა ისკანდერ M-ის ბალისტიკური სარაკეტო სისტემა განათავსა. ამ მობილურ მართვად სისტემას 500 კილომეტრამდე მოქმედების რადიუსი აქვს და შეუძლია ჩვეულებრივი ან ბირთვული ქობინების გადატანა. წვრთნების მიზანია სამხედრო სარდლობის და კოორდინაციის გაუმჯობესება რუსეთზე ან ბელარუსზე თავდასხმის შემთხვევაში. რაც შეეხება წვრთნების უფრო მაღალ დონეს, ოპერატიულ და სტრატეგიულს, ვიტყვი, რომ ჩვენ მოვახერხეთ ამ წვრთნების სისტემაში უფრო ძლიერი ან უფრო მძლავრი გამანადგურებელი შესაძლებლობების განლაგების დაგეგმა.
წვრთნებთან ერთად მიმდინარე უკრაინის ომი ნატოს ქვეყნებს გამოწვევებს უქმნის, რასაც ადასტურებს პოლონეთში რუსული დრონების შეფრენა. ამ ინციდენტს ნატომ ახალი მისიის დაწყებით უპასუხა. პოლონეთმა ნატოს ჯარებს ქვეყანაში განთავსების უფლება მისცა. მისიის ფარგლებში პოლონეთის ცაში უკვე პატრულირებენ ფრანგული ავიაგამანადგურებლები.